დღეს გიმასპინძლებთ კრაკოვში. თავად ვცხოვრობ კრაკოვის ახლომდებარე ქალაქ ბიელიჩკაში. პოლონეთში ჩამოვედი უკვე 3 წელია. ვცხოვრობ მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. ჩამოსვლის მიზეზი იყო მეუღლის სამსახური და ჩვენს დავრჩით და დავიწყეთ ცხოვრება უკვე პოლონეთში. მოვერგეთ, შევეგუეთ გარემოს. პირველი სირთულე რა თქმა უნდა იყო ენის ბარიერი, რადგან საერთოდ არ ვიცოდით არც მე და არც ბავშვებმა ენა. ჩამოსვლისთანავე, რადგან უკვე შემოდგომა ახლოვდებოდა, იწყებოდა სასწავლო წელი, დავიწყეთ ჩემი უფროსი შვილისთვის სკოლაში და ბაღებში სიარული, რადგან უწევდა ზეროვკა, ანუ ზერო კლასი. მოვიარეთ სხვადასხვა სკოლები, ბაღები. საბოლოოდ მივაგენით, სადაც ჰქონდათ ადგილი, დავარეგისტრირეთ. ბავშვსაც ჰქონდა ენის ბარიერი, რასაკვირველია, არ ესმოდა პოლონური ენა, ვერ აგებინებდა ვერაფერს თავადაც. თუმცა ბავშვების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია, ასე რომ ვინც აპირებს პოლონეთში ჩამოსვლას ბავშვებით, არ შეგეშიდეთ ენის ბარიერის, რადგან ბავშვებისთვის ეს ძალიან მარტივი გადასალახია. მინდა აღვნიშნო პოლონეთის სიკეთეები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სხვადასხვა ბენეფიტები. დახმარება ბავშვებისთვის, 18 წლამდე ბავშვები, პოლონეთში მცხოვრები ბავშვები, რომლის მშობლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ლეგალურად, იღებენ 800 ზლოტის დახმარებას ყოველთვიურად. და ასევე ბავშვები, რომლებიც არიან წლიდან 3 წლამდე, მათაც აქვთ დაფინანსება ბაგა ბაღში სიარულის დროს. ანუ თუ ბავშვი დაკავთ ბაღში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მისთვის არის მსგავსი დახმარება, რაც სამწუხაროდ მე არ ვიცოდი, როდესაც ჩამოვედი აქ, არ მქონდა ეს ინფორმაცია, ამიტომ მომიწერო 1 წელი ჩემ შვილთან ერთად ყოფილიყავი სახლში, არ მემუშავა. ამიტომ ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ძალიან კარგია, რომ ეს ამის საშუალება გვაქვს. ასევე სხვადასხვა ქალაქებში პოლონეთში ბავშვებისთვის არის სხვადასხვა პროგრამები სპორტის მხრივ. არის სახელმწიფოსგან დაფინანსებული სპორტები, მაგალითად კალათბურთი, ცეკვა, ტანვარჯიში, სხვადასხვა სპორტი, რომლითაც შეუძლიათ ბავშვებს დაკავდნენ და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ასევე განათლების სისტემას შევეხები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან განსხვავდება და მართლაც არის წინ განათლების სისტემა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანასთან შედარებით. ვისურვებდი, რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს ასე. აქვს ძალიან ბევრი გასვლითი აქტივობები ბავშვებს სკოლასა და ბაღებში. ძალიან ბევრი ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მათ განვითარებაში, მათ როგორც გონებრივ, ისე პიროვნულ ზრდაში. თითოეულ ჩვენ გვჭირდება, რომ საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო, გავიდეთ, განვიტვირთოთ და ეს არ არის შეუძლებელი. მაგალითად, როდესაც გამონახავთ რაღაც პატარა დრო, საუცებად დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩემ შემთხვევაში განტვირთვა იყო ცეკვა. შესაბამისად მოვუძებნე ახლომდებარე ცეკვის სტუდიას, დავიწყე ცეკვა, ამასთან ერთად მოვიდა ძალიან ბევრი აზრი, როგორ წავსულიყავი წინ, როგორ განვითარებულიყავი. დავიწყე სხვადასხვა შეჯიბრებებზე ბავშვებისთვის გამახურებელი ცეკვითი გამახურებელი ვარჯიშები და შემდეგ უკვე ავიყვანე სამოყვარულო ჯგუფი. მე კონკრეტულად ვცეკვავ ლათინოს განხრით, ლათინოამერიკული ცეკვების განხრით და ავიყვანე ჯგუფი გოგონების, რომლებსაც კვირაში რამოდენიმეჯერ ვამეცადინებთ. რაც შეეხება სამუშაოს დედისთვის, არ არის პოლონეთი გვაძლევს საბედნიეროდ იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ ბავშვების სკოლისა და ბაღების რუტინას დროს, როდესაც ისინი იქ არიან. ეს მოიცავს დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე დროს და ვფიქრობ, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ემიგრანტმა დედამ მოძებნოს სამსახური. ჩემ შემთხვევაში მაგალითად თავიდან დავიწყე დალაგების სფეროში მუშაობით, შემდეგ უკვე განვითარდი და ძალიან შემიწყო ჩემო მეუღლე მამაში ხელი, გავიარე სხვადასხვა კურსები. პირველ რიგში გავიარე საბავშვო ბაღის მასწავლებლის დამხმარის კურსი და დავიწყე დამხმარეთ მუშაობა და შემდეგ უკვე გავიარე ბაგაბაღის აღმზრდელის კურსი, რის შედეგადაც დავიწყე მუშაობა უკვე აღმზრდელად უშუალოდ. მთავარი არის ერთადერთი, რომ მოინდომოთ. ენის ბარიერი არ არის ის გადამწყვეტი პრობლემა, რაც ხელს შეგვიშლის ჩვენ ემიგრაციაში და ხელს შეგვიშლის განვითარებაში.
მოვინდომებთ, ვისწავლით და გადავლახავთ აუცილებლად. ასევე მინდა აღვნიშნო ჩემი პოლონელი მეგობრები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან, ძალიან დამეხმარნენ თავის დროზე ამ ემიგრაციის სირთულეების გადალახვაში და ახლაც ყოველთვის ცდილობენ ჩემს გვერდით იდგნენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ის მდგომარეობა, რა მდგომარეობა სამწუხაროდ ახლა გვაქვს და იმედი გვაქვს ყველას მოგვეცემა, საბოლოოდ ყველა ემიგრანტს მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მშვიდ გარემოში, განვითარებულ გარემოში და ევროპულ გარემოში დაუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ჩამომსვლელებს, განსაკუთრებით დედებს მიმართავ, ვინც ბავშვებით თქვათ აპირებს ამ ქვეყანაში ჩამოსვლას, არ შეგეშინდეთ იმ გამოწვევების, რასაც გადააწყდებით, იმიტომ რომ ეს გამოწვევები აუცილებლად იქნება, თუმცა აუცილებლად იქნება გადალახვადი და კიდევ შემიძლია გირჩიოთ, შეიძლება რომ ენის თვალსაზრისით გირჩიოთ, რომ წინასწარვე ცოტა რაღაც ბაზა მაინც შეიქმნათ და ჩამოხვიდეთ, თუ არა და არც ენის ბარიერი არ იქნება პრობლემა. მთავარი არის ის, რომ მოინდომოთ, არ დადგეთ ერთ ადგილას და გინდოდეთ ის, რომ განვითარდეთ, წინ წახვიდეთ და ამისთვის გააკეთოთ ყველაფერი. ბედნიერად.